მათთან მოვიდა პაციენტი ჩივილით, რომ როდესაც დიდხანს დადის, ან დიდხანს ზის, აქვს ტკივილები წელის არეში. ვიზუალური დიაგნოსტიკით ახლა შევეცდები დავადგინო, რა მიზეზია ამისი. რომ დავაკვირდეთ პაციენტის ყურებს, ცალი ყური ჩამოწეულია, ცალი აწეულია. ასევე მხრებიც, ეს მხარი აწეულია, ეს დაწეულია. თუ დავაკვირდებით, აქაც მანძილები თანაბარი არ არის. მენჯის ვალიც ცალი აწეულია, ცალი ჩამოწეულია. ასევე რომ ვნახოთ დუნდულას კუნთი, ერთი აწეულია, მეორე ჩამოწეული. აი ნახეთ რა მხელა სხვაობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სიარულის დროს პაციენტის დუნდულას დიდი კუნთი არ არის ჩართული მოძრაობაში, არის გაწელილი და მოდუნებული. შესაბამისად, როდესაც პაციენტი დადის, იტვირთება მისი წელის კვადრატული კუნთი და ამიტომ ეს იწვევს სწორედ დისკომფორტს და ტკივილს. აბა შევამოწმოთ, არის ტკივილი. კი ბატონო. ეხლა შევამოწმოთ. ესე იგი, ჩვენ ახლა მოვახდენთ ხელოვნურად ქამრის მეშვეობით მენჯის სტაბილიზაციას. ესე იგი, ქამარი უნდა მოუჭიროთ აი ამ მონაკვეთში. რომ მოხდეს ხელოვნურად მენჯის სტაბილიზაცია დუნდულას კუნთის ნაცვლად. ცოტა გაიარიასე ფეხები დააბაკუნე. კი ბატონო, გაჩერდი ახლა. ჩამოვუშვი ხელები და შევამოწმოთ. არის ტკივილი? აღარ არის ტკივილი. აბა ახლა კიდევ ნახოთ, მოვხსნათ ქამარი და შევამოწმოთ, იქნებ რამე შეგვეშალა. დააბაკუნე ფეხები. არის ტკივილი? არის. ანუ ამით ჩვენ დავწმუნდით ამ ტესტით, რომ ნამდვილად მენჯის არასტაბილურობასთან გვაქვს საქმე. ამისათვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ შემდეგი რამ. ვნახოთ ტრიგერული წერტილები, აბა ნახოთ არის აქ ტკივილი. აქ, აი აქ, აი აქ, აჰა, აქ, აი აქ, კი. კარგი, ახლა ისევ გავაკეთოთ ქამარი, რომ შევამციროთ ტკივილი და დავამუშაოთ ტრიგერული წერტილები. ნახოთ, ახლა ნაკლები ხო? დავამუშაოთ ტკივილის გავლამდე. აი აქ. ძალიან კარგი. ტრიგერული წერტილები რომ აღარ არის მტკივნეული, ეხლა ჩვენ გავაკეთებთ რეედუკაციას, გადასწავლებას, რომ კუნთი ჩაერთოს მოძრაობაში, დინამიკაში. ეხლა გავაკეთოთ ესეთი რამ. ფეხის თითებით მოაწექით ჩემ ხელს და მერე შეკუმშე კუნთი. ჯერ მიაწექი, მერე შეკუმშე. შეკუმშე ცალი დუნდულა, მოადუნე. შეკუმშე. აი ფაქტიურად ვერც კი კუმშავ, წარმოიდგინე, იმდენი ხანია არ მუშაობს კუნთი. ეს არ მინდა, მხოლოდ ეს და მხოლოდ დუნდულა შეკუმშე, მოადუნე. შეკუმშე, მოადუნე. ეხლა მარტო ფეხი მიაწექი. არა, ამის გარეშე მხოლოდ ფეხი, აი ასე. ეს არა ერთი, მოადუნე, მიაწექი, მოადუნე, მიაწექი, მოადუნე. ეხლა მიაწექი თითებით და შეკუმშე. მოადუნე, მიაწექი თითებით, შეკუმშე. მოადუნე, მიაწექი თითებით, შეკუმშე, მოადუნე. მიაწექი. ეხლა ვაკეთებთ ესეთ ვარჯიშს. თითის წვერზე დგები, ერთი ფეხით მარტო უჭერ დუნდულას უჭერ, უკან დგები. კიდე თითის წვერზე დგები, უჭერ დუნდულას, უკან დგები. ეხლა ორივე ფეხი შეატყუპე და შევხედოთ რაიმე ცვლილება არის თუ არა. აი. შეხედეთ, გასწორდა ორივე ხაზი. ანუ სულ მცირეოდენი ვარჯიში ჩავატარეთ და უკვე ორივე ხაზი გასწორდა. ეს ვარჯიშები უნდა გააკეთო დილა საღამოს
სადღაც ესე რამოდენიმე მიდგომა 15 ჯერ დადგები, ესე დაიჭერ ხელს და ივარჯიშებ, რომ ეს დუნდულას კუნთი ჩაერთოს დინამიკაში სიარულის დროს, წელის კუნთი კი არ მუშაობდეს, არამედ დუნდულას კუნთი მუშაობდეს. მაშინ უკვე მოხდება მენჯის სტაბილიზაცია და წელის ტკივილები გაგვევლის. არის კინეზიო ბალანსერი, აი ესეთი მრგვალი, ნახევრად მრგვალი ბორბლები აქვს და ამაზე რო დგები, მოდუნებულ კუნთს ტონუსში მოყავს, ხოლო სპაზმირებული კუნთს ადუნებს სპაზმირებას, ასე რომ აკეთებს მთელი სხეულის კუნთების ბალანსირებას. უნდა დადგე ამ ფიცარზე, აი ესე და ნელ-ნელა მიეჩვევი ესე დგომას. დაიწყებ 5 წუთით დილას აღამოს, მერე ნელ-ნელა გაზრდი დროს. ასე რომ კარგად მიეჩვევი დგომას, მერე შეგიძლია, ესე იგი, ასეთ პოზიციაში დგომა ასწორებს და აბალანსებს წინ და უკან ვარდნას სხეულისას. თუ გვაქვს მარჯვნივ ან მარცხნივ ვარდნა, მაგ შემთხვევაში ვატრიალებთ ფიცარს და ვდგებით ასეთ პოზიციაში. გადაიქი, დაგიჭერმიდი, დამეყრდენი, აი ეს. და მაშინ უკვე აი ასეთ პოზიციაში ვცდილობთ ბალანსის შენარჩუნებას. ესე უფრო რთულია სხვათა შორის. გასაგებია, ხო? ანუ შეგიძლია შეიძინო ეს ბალანსერიც და ანტიტრიგერ ბოლიც და სახლში თვითონ დაიმუშაო შენი ტკივნეული ტრიგერ წერტილები. ესე იგი, ჩვენ გავაკეთეთ ვიზუალური დიაგნოსტიკა, მოვძებნეთ დამნაშავე კუნთი, ასე ვთქვათ, დეზერტირი კუნთი, რომელიც არ მუშაობდა, არ იყო ჩართული დინამიკაში. ეს კუნთი გამოდგა დუნდულას დიდი კუნთი. ავამუშავეთ, გავაკეთეთ რეედუკაცია, დავამუშავეთ ტკივნეული ტრიგერული წერტილები. ახლა დაგვრჩა ის, რომ პაციენტს ვასწავლოთ სწორი სიარული.